გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხისტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. ეს ვიდეო შეეფერება უფრო მეტად ყოფილებს ან იმ ადამიანებს, ვისთანაც არის დისტანცია, დაშორება, დუმილი, არ გეხმიანებათ, დუმს და არ აქტიურობს. რადგან ახლა გახლავთ რეტროგრადული მერკურის პერიოდი, ამიტომ გააქტიურებულია, ასე ვთქვათ, ყოფილების თემა, ისეთი ადამიანების თემა, ვისთანაც უკვე დიდი ხანია არ ვართ ურთიერთობაში და რატომღაც ასეთ პერიოდებში ვახსენდებით მათ. ან პირიქით შესაძლებელია ჩვენ გვახსენდება ისინი. რაღაც დარჩა სავარაუდოდ დასამუშავებელი ერთმანეთთან, რაღაც ბოლომდე არ არის გარკვეული და ამის შედეგად, რა თქმა უნდა. ნახოთ, რა სურს თქვენგან იმ ადამიანს, ვინც ჩაიფიქრეთ, ვიზეც ფიქრობთ ახლა, თქვენი ადამიანი, რომელიც ამ მომენტში არ გეხმიანებათ. რას? ახლა ვიჯერფასება. ისეთი გაგიკვირდებათ, თუმცა ამ ადამიანს სურს თქვენთან ურთიერთობა ძვირფასებო. როგორც მოსალოდნელი იყო, რა თქმა უნდა. მას სურს თქვენთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია უკვე აქ გადაწყვეტილება არის მიღებული, სავარაუდოდ თქვენს მიერ, უკვე თქვენ აწონდაწონილი გაქვთ, ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობა, მისი პლუსები და მინუსები, დადებითი მხარეები და ასე ვთქვათ, ნეგატიური მხარეები და ამაზე დაყრდნობით თქვენ გამოტანილი გაქვთ მისთვის განაჩენი. მიუხედავად ამისა, მას სურს თქვენთან სასიყვარულო ურთიერთობა. რადგან ასეა, მაშინ რატომ არ აქტიურობს და არ გეხმიანებათ, რადგან თავში აღვნიშნე, რომ ისეთი ადამიანი უნდა ჩაიფიქროთ, ვინც ყოველ შემთხვევაში ხშირად არ გეხმიანებათ და ყოველდღე. აი ესეთი. იმიტომ რომ არის თქვენს შორის გზა, სადღაც ის არის იძულებით, ასე ვთქვათ, მას შესაძლებელია ეს გულით არ სურს, თუმცა საჭიროა მისთვის, სადაც არის წასული. შეიძლება სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში მოშორებით არის მანძილით თქვენგან. ეს რა ბარიერი ახლის შემშლელი ხო შეუძლია რომ მოგწეროთ, დაგირეკოთ, ასე შემდეგ, რატო არ აკეთებს? რაღაცას ძალიან განიცდის ძვირფასება. თქვენი ადამიანი და ამიტომ არ გწერთ? დიახ. აღარ დაგანახებთ კარტს ერთხელ ეს კარტი რომ შეყვარებულები გაჩვენეთ და ბლოკა YouTube-მა. შემდეგ ამოვჭერი კი არა და ბლარი დავადე და თავიდან ავტვირთე. ამიტომ კიდევ კარგი გამახსენდა და ეგრევე მოვაშორე მე მგონი ეკრანს ეს კარტი. თუ დაინახეთ, არც ვიცი, ხო არ შევწყვეტო ვიდეო და თავიდან დავიწყო. კარგით, ესე იგი, გამოიკვეთა, რომ თქვენ ხართ შორს მისგან და ის რაღაცას ნანობს. მოდი ვნახოთ, რას ნანობს. იმას, რომ გაუშვა შანსი ხელიდან, იყოს თქვენს გვერდით, გამყოფოთ კომფორტში, გაგანებივროთ. ამას ნანობს. კიდევ რას ნანობს? როგორ ენატრებით ძვირფასება. აქ კიდევ კარგი ჩაცმულები არიან და თან ბავშვებია. შეიძლება ამის ჩვენება, ასე ვთქვათ, ძალიან ნანობს იმას, რომ აი თქვენ ახლა ამ მომენტში ასე არ შესცქერით თვალებში მას. კარგით, მოდი ვნახოთ, რატომ გაიხადა მან სანანებლად საქმე. აქ რაღაც სხვადასხვა შესაძლებელია კონტინენტები, ქვეყნები, ეროვნება, რაღაც სხვაობა არის თქვენს შორის შესამჩნევი. მისთვის იყო რთული, ასე ვთქვათ, ცით რა იყო რთული, მისთვის იყო რთული ზოგადად თქვენთან ურთიერთობამ. ის
ასე ვთქვათ, მძიმედ განიცდიდა თქვენთან ურთიერთობას, იმიტომ რომ თქვენ ხართ ასე ვთქვათ, სრულყოფილი, თქვენ ზუსტად იცით რა გსურთ ურთიერთობისგან, თქვენ ყოველი დღე თითქოს გაქვთ გაწერილი, მოწესრიგებული წინასწარ დაგეგმილი და თქვენთან ურთიერთობა ართულებდა რაღაცა, რა ართულებდა, ანუ მოწესრიგებლობა და სრულყოფილება როგორ შეიძლება ართულებდეს. ბავშვებიც არის აქ. შესაძლებელია რომელიღაცა თქვენგანი დაოჯახებული იყავით, შესაძლებელია. ან არის კიდევ ასეთი რაღაც, რომ ის ვერ იღებდა პასუხისმგებლობას ოჯახის შექმნაზე და თქვენ გსურდათ სერიოზული ურთიერთობა და ოჯახის შექმნა. ამიტომ მისთვის იყო რთული, მას სურდა ისეთი ლაღი ურთიერთობა პასუხისმგებლობების გარეშე, თავისუფალი, რაზეც თქვენ შეიძლება პირდაპირ სიტყვებით არ ეუბნებოდით, რომ არ იყავით თანახმად, თუმცა მისი აზრით არ იყავით კმაყოფილი ამ ყველაფრისგან. კარგით. რას ფიქრობს ახლა დღეს თქვენზე ეს ადამიანი? ძალიან ეჭვიანობს, თვითონ ნახეთ. რაღაცნაირად მეტირება. იმედია რომ შევიკავებთ ცრემლებს. ესე იგი ეჭვიანობს პირველ რიგში. ძალიან გულის ტკივა, თუ კი ვინმე არის თქვენ შორის მესამე. ძალიან გულის ტკივა. და თუ მისი მხრიდანაც არის მესამე, ანუ ამ მომენტში მის გვერდით თუ კი ვინმე არის, ესეც კი მას ემოციურად ტკივილს აყენებს. რატომ? რადგან მას სურს, რომ თქვენ ეხებოდეთ მას, დაუშვათ თავზე ხელს თქვენ უსმევდეთ, თქვენ იფერებოდეთ. აი ეს სურს და ეს რომ არ ხდება, მას გულის ტკივა. თქვენ თითქოს მას აღარ ენდობთ. და მასაც გულს ტკენს. კარგით, რას ფიქრობს კიდევ თქვენზე ვნახოთ? თქვენ არ გსურთ მოქმედება მის მიმართ. შეგიძლიათ მოიკითხოთ, მისწეროთ, მაგრამ ამას არ აკეთებთ. ამ კარგს ვერ გაჩვენებთ. როგორ გამოვთქვა, ესე იგი ის ანთებულია როგორც ცეცხლი, როდესაც თქვენზე ფიქრობს. მთელი მისი სხეული ვნების ქარცეცხლში იწვის, როდესაც თქვენზე ფიქრობს და მას ძალიან სცხილა, როდესაც თქვენზე ფიქრობს. იხსენებს რაღაც მომენტებს და ამ მომენტში მას ძალიან სცხილა, მოდი ასე ვთქვათ. კარგით, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? თქვენ ხართ მისი ადამიანი, თქვენ ხართ მისი ციხესიმაგრე, მისი დაცვა პირდაპირ მნიშვნელობით არა. ესე იგი, მისი იღბალიც ხართ, თითქოს საყრდენი ხართ. თქვენ ხართ ის, ვისთანაც ის თავს გრძნობს უსაფრთხოდ. მაგრამ წახვედით მისგან, ან ის წავიდა, უფრო თქვენ. მისი აზრით თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ მასზე, თქვენ გაქვთ გრძნობა და თქვენ ხართ დეპრესიაში და ამიტომ არ მოქმედებთ, ეს არის მისი აზრი, თუმცა ის იმოქმედებს აუცილებლად.